მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ფორტეპიანოს ინსტრუმენტთან და წინა გაკვეთილებზე ჩვენ ვისწავლეთ ხმოვანება, სექსტაკორდი, კვარტსექსტაკორდი, სეკუნდა, ტერცია, კვარტა, კვინტა, სეპტიმა. მოდით ახლა ეს ყველაფერი უცბად გავიმეოროთ. ოქტავა შედგება 8 ბგერისგან, დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. ოქტავის პირველი ბგერები მეორდება, ოქტავის გამის პირველი ბგერა რა ბგერა? დო. შემდეგი ბგერა არის რე, მესამე, შემდეგი ბგერა მი, მეოთხე ფა, სოლ, მეხუთე ბგერა, მეექვსე ბგერა ლა, მეშვიდე ბგერა სი და დო. აგრეთვე იგივე შემადგენლობა არის მცირე ოქტავაშიც, იგივე შემადგენლობა არის დიდ ოქტავაშიც, იგივე შემადგენლობა არის კონტროქტავაშიც, მეორე ოქტავაში, მესამე ოქტავაში. რითი განსხვავდება ეს ოქტავები ერთმანეთისგან? დიაპაზონით. შემდეგ ვაგრძელებთ. ავაგოთ ინტერვალები. დოდან ავაგოთ სეკუნდა. გავამღეროთ დო, რე. ესე იგი მეორე ბგერა ყოფილა რე. პირველი არის დო. დო, რე. გავამღეროთ ტერცია. პირველიდან მესამე ბგერის ჩათვლით ინტერვალს ქვია ტერცია. დო, მი. ერთად ავიღოთ. ერთად ავიღოთ მეორე და მეოთხე თითებით. ერთად ავიღოთ მესამე და მეხუთე თითებით. აი ესე. შემდეგ რედან ავიღოთ ტერცია. რე, ფა. მიდან ავიღოთ ტერცია. ფადან ავიღოთ ტერცია. სოლდან, ლადან. დავუკარით ცალ-ცალკე. ეხლა ერთად დავუკრათ ინტერვალები. აგრეთვე მარცხენა ხელით. და ცალ-ცალკე. დო, მი, რე, ფა, მი, სოლ, ფა, ლა, სოლ, სი, ლა, დო, სი, რე, დო. ეხლა უკან დავუბრუნდეთ. დო, ლა, სი, სოლ, ლა, ფა, სოლ, ფა, ხელი უნდა გეჭიროთ აი ესეთნაირად, თითქოს ბურთი გიჭირავთ ხელში. შემდეგ ჩემო მეგობრებო, ეხლა გავიხსენოთ კვარტა. დოდან ავაგოთ კვარტა. მარცხენა ხელით მცირე ოქტავაში. დო, ფა. რედან ავიღოთ მარჯვენა ხელით. რე, სოლ. ესე იგი მეორე ბგერა ხო არის რე. რე, სოლ. რე, სოლ. მი, ლა. სოლ, დო, სოლ, დო, ლა, რე, ლა, რე, სი, მი, სი, მი, დო. სი არის ბოლო ოქტავაში, ბოლო ბგერა, სი მეშვიდე ბგერა და მერე უკვე იწყება ახალი ოქტავა. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი და დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. მცირე ოქტავა, პირველი ოქტავა, მეორე ოქტავა და ასე შემდეგ. შემდეგ გადავიდეთ კვინტაზე. დო, სოლ, რე, ლა, მი, სი, ფა, დო, სოლ, რე, ლა, მი, სი, ფა, დო. ხა მარცხენა ხელით. გახსოვდეთ, რომ თითები იყოს მომრგვალებული და არ იყოს ესე
და ხელში თითქოს ბურთი გიჭირავთ, რაღაც ესეთი თაღის ფორმა უნდა გქონდეს. ნახეთ, აი თაღის ფორმა, თითქოს აი ბურთი გვიჭირავს ხელში, ნახეთ. შემდეგ, წინა გაკვეთილზე, როგორც მახსოვს, ვისწავლეთ სამხმოვანება. სამხმოვანება ეს არის 3 ხმისაგან აჟღერებული აკორდი. დო, მი, სოლ. სამხმოვანება. აკორდი, სამხმოვანება. აი ეს. შედგება ტერციას პლუს ტერციას მივიღეთ, აი ესეთი სამხმოვანება. სამხმოვანება შეიძლება იყოს მოწყენილიც. ამჩნევთ ხო განსხვავებას. ეს უფრო მხიარულია. ეს უფრო მოწყენილია. მხიარულს რა ქვია? მაჟორული მუსიკა. მინორული მუსიკა, მინორული. შემდეგ ავაგოთ რედან სამხმოვანება. რე, ფა, ლა, რე, ფა, ლა. მიდან ავაგოთ მი, სოლ, სი. ფადან ავაგოთ ფა, ლა, დო. სოლდან ავაგოთ სამხმოვანება, ანუ ტერციას პლუს ტერცია უდრის სამხმოვანებას. სამხმოვანების აი ამ შემთხვევაში განაპირა ბგერები ქმნიან კვინტას. სოლ, სი, რე, ლა, დო, მი, სი, რე, ფა, დო. ახლა იგივე გავაკეთოთ მარცხენა ხელით. თუ ჩემთან ერთად ვერ ასწრებთ, გადაახვიეთ, გადმოახვიეთ ვიდეო და ნელ-ნელა მიყევით აი ამ კარნახს. დო, მი, სოლ, რე, ფა, ლა, მი, სოლ, სი, ფა, ლა, დო, სოლ, სი, რე. ხელი არ ჩამოკიდოთ. აკონტროლეთ თქვენი მაჯა. თუ ესე იკიდება, მაშინ ხელი მოკიდეთ და გააკონტროლეთ ასეთნაირად, რომ არ იყოს ჩამოკიდებული მაჯა. ეხლა ჩვენ სავარჯიშო უნდა მოგცეთ. სახლში დაუკარით და ივარჯიშეთ გამაზე. უკვე დრო არის, რომ გამები დავიწყოთ იმისათვის, რომ თითები გავარჯიშდეს და თითები მიეჩვიოს სიჩქარეს. იგივე გააკეთეთ რედან. იგივე გააკეთეთ მიდან. იგივე გააკეთეთ ფადან. ყური დაუგდეთ, თითოეულ ბგერას უნდა ჟღერდეს. აქედან უნდა გრძნობდეთ ჟღერადობას, აი თითის წვერებიდან. სოლდან. სოლ, ლა, სი, დო, რე, დო, სი, ლა, სოლ. ლა, სი, დო, რე, მი, რე, დო, სი, ლა. ეცადეთ, რომ ზუსტად ჟღერდეს ბგერები და უსუფთავობა არ იყოს. აი მაგათად უსუფთავობაში რას ვგულისხმობ? როცა ვუკრავთ ასე, აი ეს უკვე უსუფთავობაა. ლა, სი, დო. ეს არის სუფთა ბგერა.
სი სიდან სი დო რე მი ფა მი რე დო სი დო შემდეგ მარცხენა ხელით შემდეგ ხვდებით ყველა თითი და ყველა ბგერა მოსინჯეთ ასეთნაირად და ასე შემდეგ. ეს როცა მიეჩვევით, მერე ავაჩქაროთ. ძნელად დასამორჩილებელი ცოტა ეს ბოლო მარცხენა ხელის ბოლო თითებია და ამაზე ვარჯიში გვმართებს. ეხლა რაც შეეხება აკომპანიმენტის მიყენებას. დოსთან დაკავშირებით და როგორ დავუკრათ ერთად ორივე ხელი. ნახეთ? ეხლა უნდა მოვიფიქრო რაღაცა მელოდია. გამოვიდა მუსიკა უკვე, ხო? რაღაცა მუსიკალური ნაწარმოები მოვიფიქრეთ, ახლა მე და თქვენ. ეხლა ჩვენ უფრო გავართულოთ, მოდით. სოლზე რომ ჟღერადობა შემდგარიყო. ადვილია თუ მომყვებით თუ დააკვირდებით ვიდეოს. აი ჩემო მეგობრებო, ეს იყოს დავალება თქვენთვის შემდეგი გაკვეთილისთვის. ივარჯიშეთ, გადაახვიეთ, გადმოახვიეთ, დააკვირდით ჩემს თითებს, ბგერებს, სადრას ვიღებ და ასეთნაირად მიეჩვევით დაკვრას ორი ხელით. მომავალ შეხვედრამდე. მომწერეთ თქვენი აზრი.